მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა ბიჭებიც აქ არიან და პირდაპირ მიშათ დავიწყოთ ეს უნიკალური ვიდეოა, რომელიც ანციფრებს და განაცვიფრებს ქართულ მოსახლეობას, ეს არის მზეთუნახავზე ვიდეო. დისნეის პრინცესა. აუცილებლად უნდა გაუშვათ, რათა ყველა მრავალჯერ იხილოს ეს სიგიჟე. თქვენ წინაშე ახლა წარმოდექი. ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი, იმიტომ რომ არ მინახია მზისხივი თითქმის 4 წლის განმავლობაში. ანუ საკმარისია მე მგონი. მეგობრებო, მე შეიძლება ერთი კომენტარი გავაკეთო, როგორც ნაჯდომმა კაცმა. ყველა პატიმარი შენატრის მის ბედს მრავლდება მეგობრებო, არა მზისხივის ქვეშ კი არა, მე მგონი ისეთ შესანიშნავი პირობები აქვს, რომ მრავლდება ეს ადამიანი მის ბავშვებს უსურებ ჯანმრთელობას და მე ვიჯექი მართლა იმ კარცერში 15 დღე, სადაც საერთოდ არ შემოდიოდა მონტე-კრისტოს კარცერი იყო, სადაც მართლა არ შემოდიოდა. მე ოქრო მაინც მონტე-კრისტოს კარცერი ერქვა თუ შენ ამბობ? მე სიკვდილმისჯილების კარცერი ერქვა. რა ერქვა? სიკვდილმისჯილების საკანი. მეხუთე, რომელიც დაანგრიეს იმ დაწყევლილ ციხეზე. ხო და აი ეს უნამუსო, ეს ამოსო მზისხივი არ უნახია. მეტი კომენტარი მე არ აქვს. მეც ერთ წინადადებიან კომენტარს გავაკეთებ, მეც ვერა რატომღაც მიშას მოსდის ისეთი ჩეპეები, მოკლედ, სადაც როგორ თქვა, გენდერულ დისბალანს ან რაღაცა თითქოს სხვანაირად რო უნდა თქვას. აი პირველი მახსენდება, როცა თქვა, რომ ჩემი გინეკოლოგი არის გაქცეულიო. ჩემი გინეკოლოგი. ხო, რომელიც უნდა ითქვა ალბათ, რომ სხვისი ან ჩემი ახლობლის გინეკოლოგი, მაგრამ ხო, არა მისი გინეკოლოგი. ასევე მე მახსოვს, როცა შუტკამ დამამთავრებლა, როცა შუტკამ მოყვა დედამისზე, ამას ვიტყვი და მე დედამისზე უკრაინელთან ნამაიმუნარი ხო არა აქვს. ანუ რომელიც უნდა ითქვა ალბათ მამაზე. ანუ ეს გენდერული ჩეპეები მოსდის სერიოზულად. იქნებ მართლა ყავდა გინეკოლოგი. დავთქვათ ცრუ ორსულობით მიდიოდა მიშა. არ არის ეგრე. მაინე კი მომუწელი მომეშალა და რაღაცა. იქნებ ყველა ექიმი ხო ყავდა, მათ შორის გინეკოლოგი. და იმენა გინეკოლოგი გაიქცა. სხვა დარჩა ყველა. ბიჭო, შეიძლება ანუ ეგ ლოგიკურია, იმიტომ რომ გინეკოლოგი რო შეხედავთ, რომ ეს კაცი ძალით მოდის და მამოწმებინებს როგორც ქალს ისე თავს. პროქტოლოგი კი არა, პროქტოლოგი არა, გინეკოლოგი. და გავუშვით კიდევ ის გახსოვს აბაზე რო გააძრო კიდე, აბას winner takes it all. Winner takes it all არის ოჯახზე, რომელიც განქორწინებაში არის და ბავშვების ამბავი და რაღაცა და ანუ იმენა ოჯახური დრამა არის რა და ეგ winner takes it all პოლიტიკური იმაზე გადათარგმნა, რომ როგორც გამარჯვებულს მიაქო ყველაფერი არჩევნებზე რო ვილაპარაკა, როგორც აბას სიმღერაში არის. შეიძლება პატარა ლირული გადახვევა ეს შეგვიზიზღებს, მაგრამ აბას გენიალურ ანსამბლ აბას ძალიან ცუდი ტექსტები აქვს. Dancing Queen მაგალითად არის ისე დეპრესიული ტექსტის მქონე რომ არ ვიცი, მაგრამ მაგაზე არ არის ლაპარაკი კიდე ერთი. სანამ მიშაზე ვილაპარაკებთ კი ბატონო. 0-4. პრეზიდენტი იღებს ყურებს, ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი გადაცემს მისი მიხედულებსა და ვიღაცას პირად საჩუქრებს, ყველა ქვეყანაში ან უმეტეს ქვეყნებში პრეზიდენტის კურნალობის ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ, აბა როგორ უნდა მე მკურნალა თქვა, როცა რაღაც ჭირდებოდა მათ შორის სერიოზული ზოგჯერ ხირურგიული ჩარევაც 3000 რაღაც ლარიანი ხელფასი. კაი, გაჩერდ. არ ხო ეს ხო 3000 ლარიანი ხელფასზე იყო. მოდი ახლა ვთქვათ. ბოტოქსი არის თუ არა ჩარევა, რომელიც მაგალითად კბენით მასაჟი? არა, სხვათა შორის კოსმეტიკური იმპლანტები და ესთეტიკური მედიცინა სკანდინავიის ქვეყნებში, არა, დამამთავრებინ ერთი წუთი სკანდინავიის ქვეყნებში საყოველთაო ჯანდაცვა ამას აფინანსებს. ჩვენთან არ აფინანსებს, იმიტომ რომ ეს არის ფუფუნების საგნები. იქ ამბობენ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ლამაზი, იმიტომ რომ ესეც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშა. ამიტომ ბოტოქსი სკანდინავიური სტანდარტით გადის. აი როცა გახდება ფინეთის პრეზიდენტი, მაშინ შეიძლება ყველაფერი კარგად გქონდეს. კარგი, ბავშვის სწავლის კერძო სკოლაში ბავშვის სწავლის დაფინანსება. იული ხო არ გადაიხადა ძმა? კბენით მასაჟი. ხო, ნუ ჭირდება. კაი, მასაჟი, სტრიპტიზები. კარგი, მასაჟი რა მგონია? ოს პრეზიდენტს არ უნდა და პრეზიდენტი თუ ხერხემალი ტკივა და ვერი ხრება და ვერი. ხუკეში გულაობა. სტრიპტიზი არ უნდა და პრეზიდენტს. ხუკეში რა უნდა უნდადეს კაცო? ხუკეში. ეგ იყო განსაწმენდელი.
აჰა, всё. მაგრამ ბიჭო უყურე აი ხა დაგრუზული თუ ხარ? დაგრუზული. ძმებო ეხა ჩვენ პრეზიდენტს არ უნდა. ბიჭო ამის თამაშის ველზე შევედით რა. იმიტომ ანუ მიშას. იმიტომ გამოდის რომ მართლა მარტო ეგ აქვს მოსადავებელი. არა, 8 მილიონი მოსადავებელი, კაცო. მარტო ამ кейსს გადადე ძმა. მარტო ამ кейსზე შალო 8 მილიონი გადადე. ყველაზე ბოლო რაზეც. ანუ მიშა არ არის მარტო მიშა არის არც ციხის კადრები არ არის მიშას საერთოდ რო იცოდე. ჩემთვის არ ომზე მეტი კიდე სხვა არა ომზე მეტია, იმიტომ რომ სრულიად დისკურსის შეცვლა, კოლონიალური რეჟიმის წარმოება. რომელსაც მოყვა ომი, როგორ იცი? შენ იმ პერიოდის ადმინისტრაციაზე რო ვილაპარაკოთ და ზოგადად ხო ჩვევიათ ანგლოსაქსებს და ვესტერნებს და იმათ რომ აი რა ზელენსკის მოუწყვეს. რო საბოლოო ჯამში ის კი არა რომ უკრაინა განადგურდა, თურმე ამ ომის შედეგად ვალიქონია უკრაინას. ასეთ დასასრულს არ ველოდი. არასდროს. არა, შენ აქეთ გაქვს მოსატანი ფული. აი ეგეთი რამე. ზელენსკის ეგონა რომ ეხა წავალ მილიარდებს წაბოლი. ზელენსკის ეგონა რომ მინიმუმ ნატოზე მეტყვია რომ ის ვერ მიგე. ფული გაქვს მოსატანიო. და დავთავდა რომ სადაზვერვო ინფორმაცია შეუწყვეტეს და კურსკში ახლა საწყალ უკრაინებს ხოცავენ პაჩკობით რა, სამწუხაროდ. ვინმე წარმოიდგენდა ომი დაიწყო. უკრაინა არის მორალური კომპასის სამყაროსი. ამერიკელები არიან ყველა დაგვასანქცირეს და გადაგვიარეს თუ უკრაინაში ჩვენ იარაღებით რატო არ ჩავედით? მე და შენ და შენ. კაროჩე მოღალატეები ვართ ისინი ესენი. ჩვენ არ დავასანქცირებთ. გავიდა დრო, მე შეიძლება გამოხდა ხანი. უკრაინელებს ეუბნებიან რომ ყველა რო ელოდება რომ ან ნატოში მიღა ან ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა რომ პირველად სტატუსი როცა არ მოგცა საქართველოს და მისცა მოლდოვას და უკრაინელები ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გამო მზად არიან რომ თავი გაწირონ მოკვდნენო მოლდოვას იქვეა და ველოდებით რა რომ აი რაღაცა იქ ნატოში მაინც მიღებენ თუ არა და ევროკავშირში და მიდის ამერიკა და ეუბნება ფული გაგმოსატანიო და თუ არ მომიტან გაგითიშავ დენსო და გაუთიშა დენი გაუთიშა ბიჭო, აი, კი ბატონო, მოდი. ეხლა მოდი, სანამ გადავალთ. ხო. იმაზე ჩვენ უდიდესი მისია გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკის დაკომენტარება. დავაი. იმიტომ რომ დაიწყე. ესე იგი ჩვენ ვერ ავწდებით სირიის პროცესებს და უბედურება ხდება იქ. ხო, უნდა დავაკომენტაროთ, მე დავიწყე. თუ გინდათ, ნუ სირიაში ახლა უკანასკნელი დღეებია, ალავიტებს და ესე ქრისტიანებს ხოცავენ დაახლოებით სხვადასხვა დათვლებით 1000-ობით ადამიანი არის ქუჩაში ჩახოცილი ჩვენ ვნახეთ კადრები მაგალითად დეჰუმანიზაციის სრული ასახვა რომ ძაღლებივით დაატარებენ აპეფებენ იქვე ცხრილავენ და ასე შემდეგ იცი რა მე ოდნავ შორიდან მინდა მოუარო რომ თქვენ თუ გისაუბრიათ ან მოგისმენიათ არგუმენტები ისეთი ორთოდოქსი თავისუფალი free market ფუნდამენტალისტების რომლებიც აი ძალიან ამ ანტისაბჭოთა ნარატივში არიან და ბოლომდე აი ამერიკულ ნეოკონურ ხაზს გამოხატავენ რა რომელიც ცივი ომის პერიოდს აკომენტარებენ ყოველი შემთხვევა იყო ის რომ თუ რადიკალურ ისლამს უჭერდა ამერიკა მხარს ეს იყო საბჭოთა კავშირის ექსპანსიის შესაჩერებლად ამ არგუმენტს ალ-კაიდა ნუ მაგალითად იყო ეგეთი პაკისტანში ზიაულ ჰაკი ყველაზე პირველი ეს კი ბატონო კიდე სხვა кейსი ეხლა ნახეთ აი ავღანეთის მაგალითი ნაჯიბულას მთავრობა, როდესაც ის გამოწლეს ჩვეულებრივად კოლაბორაციონიზმის გამო, იყო ინდუსტრიული ქვეყანა, მაშინ ავღანეთი ჩამოკიდეს, გამოწლეს რა. ბოძზე. შემოვიდა ტალიბანი და ჩამოკიდა. და ტალიბანი და მოჯაჰედები შექმნილი არის ამერიკის მიერ. მოჯაჰედი ნიშნავს სტუდენტს, სტუდენტს. თუ ტალიბანი ნიშნავს. არა, მოჯაჰედი ნიშნავს სტუდენტს. ეხლა შეხედე ტალიბანის ტიპებზე ამერიკელები ამბობდნენ, რომ ჩვენი ის მორალური ეკვივალენტია ჩვენი დამფუძნებელი მამებისო. რასაც ავღანეთში ჩვენებიან რადიკალური ისლამი წაახალეს. რა იყო ისლამური რევოლუცია ირანში? კარტერი იყო ჩასული 78 წელს და დალია სადღეგრძელო ყველაზე მშვიდი ქვეყანა რეგიონში. ბუშერის რეაქტორი, რომელსაც მერე ედავებიან ამ ატომურ იარაღის წარმოებას, იყო ამერიკელების მეშვეობით დაწყებული პროექტი და გამოქონდათ იქიდან მთელი ძვირფასეულობა ნავთობის სახით. ისე მიიყვანეს საქმე, რომ საბოლოო ჯამში შექმნეს რადიკალური ისლამი. ეს ხდება ყველგან. ისინი თანამშრომლობენ რადიკალურ ისლამთან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ISIS-ია მაგის და ყველაზე მთავარი ამის ხატწერი არის ISIS ერაყში. იცი არის ეხა რაც ხდება სირიაში, ცოტა ვრცლად გამომივა ამაზე ლაპარაკი, ეხა რაც ხდება სირიაში, ეს არის ალავიტები, იმიტომ რომ მაგას ერქვა თორსები კონსონაციონალიზმი ქვია, რო შენ სხვადასხვა
პატარა ჯგუფებს ჰქონდეთ იქ თანამდებობები. ესეთი იყო ლიბანში, თუ არ ვხდები, ერთ-ერთი პირველი, ხო? პროფესიების მიხედვით რო არის. რო ის პრეზიდენტი ეს უნდა იყოს ის ეხლა წინა პრეზიდენტების ოჯახი არა, ალავიტები. ხო, მაგას ვამბობ და თანამდებობები და კანონით არის რომ ალავიტები და ნუ ესენი იმის რა ქვია ასადის პახმელიაზე გადიან და გაგიჟებულები ხოცავენ, მაგრამ ეხლა ნახე რა არის. ერაყი ჩვენ ნახეთ რა ხდება. შიიტები, სუნიტები და ქურთები არიან ძალიან დაპირისპირებული ჯგუფი ერთმანეთთან და მათი კონტროლი ძალიან რთულია. ეხლა მე არ მინდა სადამ ჰუსეინზე რაღაცა სხვანაირად თქვა, უბრალოდ ერაყში ეს ერაყი იყო შიიტური ქვეყანა, როგორც არის ირანი, ანუ სუნიტები არიან უმრავლესობა ზოგადად არაბულ სამყაროში და ესე იგი სადამს ეს საკითხი მოგვარებული ჰქონდა ქურთები, შიიტები და სუნიტები ერთად თანაცხოვრობდნენ. ნუ რაღაცა ქურთებზე სხვა წარმოდგენაც არსებობს იქ, რომ რაღაც გენოციდი და ეს რომელიც ესე არ დადასტურდა. თუმცა ამერიკის და იმპერიოდში დიკ ჩეინის მეცადინეობით მოხდა ის, რომ იქ გაჩნდა ISIS-ი. და ეხლა რაც ხდება სირიაში, ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ის მთავრობა სირიაში, რომელსაც მოუხსნეს სანქციები ევროკავშირმა, რომელზეც თქვა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ, მე მგონი ქართველების სალომე ზურაბიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე რო აი და დამარცხდა დიქტატურა, გაიმარჯვა დემოკრატია. წაიყვანა რუსმა თავისი პრეზიდენტი და ასევე უნდა წაიყვანოს საქართველოს და ლიშბი რუსეთი არ იყოს და ყველაფერი, აი რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის მაქედან დავიწყე ლაპარაკი რომ ლიშბი საბჭოთა კავშირი არ იყოს და ქვაზე ნუ დარჩენილა. ნაცების სექტა როგორ ამართლებს გინახავს სოციქსელში? ანუ ტიპებმა ამ თავრობაზე დაწერეს სალომე ზურაბიშვილმა. ესენი ვისაც ხოცავენო ესენი ასადისტი პრორუსები არიან და რა თქმა უნდა მაგათ გაწმენდაო სხვანაირად ვერ მოხდებაო და ესო გამართლებული არის. ბავშვებიც ასადისტი პრორუსები ის რასაც ჩვენ უყურეთ რა კადრებიც ვსალდება. хорошо. ანუ მე პირადად ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს და არც მანამდე რა ვიცი არც ავღანეთში არ მინახავს, არც ვიეტნამში არ მინახავს. რო დიდხანს გაგრძელდა პოლპოტი, იგი ქუჩაში ხოცავდა პოლპოტს. ესეთი ანუ ამის დოკუმენტალიზაცია, რომელსაც ანუ უყურე ამას იღებენ, ანუ ის ჯალათები, ვინც აღასრულებენ გლელობებს, ამას იღებენ და სოციალებში ათავსებენ. მსგავსი რაღაც მე პირადად არ მინახავს, შეიძლება რაღაც ჩემი უმეცრევის ბრალია, იმიტომ მე მაქვს რაღაც წირი ინფორმაცია, მაგრამ მე ესეთი რაღაც არ მინახავს. თქვენ გინახავთ? კი ბატონო, შემეწინააღმდეგეთ მაგ საკითხს. არ გაქვს ტელეგრამი? ტელეგრამი არ მაქვს. მაგრამ ანუ ამ კალიბრის გენოციდალური ხოცვა ჟლეტა მე არ მინახავს ამ საუკუნეში ყოველ შემთხვევაში არსებობს. პინოჩეტი წინა საუკუნეში. ხო, კი ბატონო. მაგრამ ნუ დოკუმენტალის, ანუ ესე დოკუმენტალის, ბიჭო, მაგრამ ეგეც ამ საუკუნის არ არის. ეგ სხვა რაღაცა. 90-იანებია. ეს კეთება სამარიაში. უყურე სამარიაში. ესმის. ის ყველაფერი დაფარულად კეთდებოდა. ეს კეთება სამარიაში. ანუ ამას იღებენ როგორც მაშინ არ იყო კამერა. ხო, მაგრამ ნუ კამერა, ვიდეო კამერა იყო, ვიდეო კამერა იყო. ამას ჩვენ რასაც უყურებთ, ეს ოღონდ შენ ახსენებ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგას კარგად გაესვეს ხაზი. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის ხელმძღვანელების მიერ მხარდაჭერილი სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტთან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიდან დაწყებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიდან ყველა შეხვდა და ლეგიტიმაცია მიანიჭა და ნუ ეხლა ჩვენი საქართველოს არსებული პოზიცია იძახდა რომ სამაგალითო არის ის რაც ხდება სირიაში. არა, ეგ არის ძალიან მთავარი რომ ჩვენთან რა თქვეს სალომე ზურაბიშვილმა და ხატია დეკანოიძემ და ნიკა გვარამიამ რომ გაიმარჯვა დემოკრატია და დამარცხდა დიქტატურა. აი მათი მხარდაჭერილი მთავრობა და ეგეც უნდა ვთქვათ. ჩვენი ლოკალური კონტექსტებით, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში მაიდნის და დღევანდელი სირიის სინთეზს გვიმზადებდნენ. კი, და მაგას ვარ გადარჩენილი, მადლობა ბიზინა ივანიშვილს და მადლობა ქართულს. ცალსახად, ნამდვილად რომ ჩვენ გარშემო, აი აგერ 1000 კილომეტრში აქეთ იქ, ანუ ჩვენ გარშემო ყველგან მათ შორის აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტი იყო. ყველგან და საქართველოს არის როგორი გამონაკლისი, რომ ამას უბრალოდ უნდა ვაანალიზებდეთ, რომ რამხელა ბედნიერება თან საქართველოს, რომელიც ყოველთვის არაბეთში ჩავიდა ზელენსკი, შემდეგ ამერიკელებიც ჩავლენ ხვალ და რუსებს შეხვდებიან, ზელენსკი რუსებს არ ხვდება. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თუ რუსები არ ხვდებიან. ხო.
იცი რა ამერიკელებს საკითხავია ხო? კარგად. მოკლედ იმედი მაქვს რომ სხვაჩორს ტრამპის ალმაგანელი რო შეხვდა ზელენსკის ნახე რა უთხრა როგორ ისეთი ქურდული რაღაცა უთხრა. ოვალ კაბინეტშიო ამერიკის პრეზიდენტის უმართალია. და სწორიც არის თუ იქამდე მიდიხარ ეგრე მეურს ლიკინებო. კარგი მოდი კუტაბიტო დაისტრაფე. კუტაბიჭი გავუშვით. წმენა არ დამიკარგია მაგის წენას რომ დავკარგავ წავალ ალბათ პოლიტიკიდან და არა მე ვიცი ადამიანი რომის ხარდაჭერაც მე მჭირდება და ვიცი ადამიანი რომელსაც რაღაცა ალბათ მასთან მისასვლელი გზა კიდევ არსებობს რომელიც სხვანაირად გამიგესხვა დეველოპერები ერთ წმენა არ დამიკარგია არის ახლა ეს დაკარგული აქვს ამაზე ლაპარაკი არც კი უნდა და არც უშვებს მაშინ მათმა მოიფიქრო მაშ პასუხი რა ხდება და როგორ ხდება როგორ აგზავნოს პოლიტიკურ კარიერას მე პირადად სოტრეკოვიძე ვჯერე რომ კი შესაძლებელია ქართულსა გახიო ნებისმიერ არჩევნებში რომ გადამ ძალიან დიდი უპირატესობა ეხლა რატო არის ხამბარ გაჯე რატო არის ხამბარ ამის მოუფროსმა დაწერა პოსტი თუ წაიკითხეთ გირჩი ჯაფარაძის ეგ იყო წაგების პოსტი წაგების პოსტი არა ეგ წაგების არა კირილის პოსტი რა ეწერა მე არ მინახავს იდეა იყო ის რომ ჩამოაყალიბა რამოდენიმე ტიპი ოპოზიციონერის რომელიც ელოდება როდის წააგებენ რომ მე უკბინოს რომელიც საზღვარგარეთ გარბის და აღარ უნდა ბრძოლა და რამოდენიმე ადამიანი საზღვარგარეთ გაქცევებზე რა ხო ანუ უყურე ეხა ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში რო გაიჩნდა რომ ვიღაცა ჟურნალისტები გაიქცნენ ის შენი მოგვარე ის რა მიშას კაი ძალიან კაი კაცი შვილი ხელაღებს ძალიან კაი კაცი მაგიტოში გახსენ ხო ისე რა შვილი მიშას ადვოკატი რო იყო ეგ რო გაიქცა ის რო გაიქცა კიდე ის ქართველი მერლინ მენსონია ანუ მივხვდა არა კაც ბაჩიაშვილი სხვა იმითი გაიქცა სხვანაირად კრისულად გაიქცა და პარანოია აქვს რომ სუსი დაძდევს ის ვინ არის აზიმუტა ჩიკოაიძე ხო და უყურე ბიჭო ქათამი რომ ამლანყინწობს ეგ არის ხო ტიპები კარგია აზიმუტას ზირა ტიპები ანუ ხო და უყურე ამბავი რაშია რა ესენი არა ტიპები რომლებიც ლაპარაკობენ რომ ეგეთი თურმე კაცი არ ყოფილა იცი რა ჟული ქვეყანა გარუსებისგან უნდა გადაარჩინათ ნებისმიერ შესაძლებლობით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უცებ ტიპები მიდიან ხო რაზეც არის აი აბსურდული მიზეზები რომ ადეუნება ვიღაცა გვითვალთვალებს რაღაც საკუთარი თავის გაბუქება ნუ რაღაც საოცარი აბსურდული მიზეზებით რა მაგრამ უყურე ერთი სამშობლო თუ არის გადასარჩენი ანუ მე რომ მეგონია რომ სამშობლოა გადასარჩენი და ადეუნება მწკიბნეულია ძალიან ბიჭო და აი ვიღაცა მიყურებს მაო და всё ვეღარ ვაკეთებ რა ბოდიში ერთ და რეალურად ანუ ეგ რა არის ანუ ეს ადამიანები ამ აქტივისტში მაგისთვის შემოვიდნენ რომ მე ეთხოვათ თავშესაფარი ეთხოვათ ძმაო მე პოლიტიკური დეუნის სუბიექტი ვარ მომეცით თავშესაფარი მიიღეს თავშესაფარი ძმაო წავლენ ახლა იქ და სუფეხზე არ კიდე ერთმა თქვენი საკითხი აზიმუტა რევს გავს აზიმუტა ვიღაცას ელაპარაკება მსახიობს რომლის სახელს არ უნდა გამოჩნდეს ან ვიღაცა ძმაკაცი ან ვიღაცა 100 ლარს ან $100 აძლევს და ის ვიღაცა გარბის და ეს იღებს რომ ვიღაც გარბის როგორ ახდეს იდენტიფიკაცია მან ყველაზე მაგარი იცი რა არის აქტიმა დადო ხარჯთაღრიცხვა მაგისი ხარჯთაღრიცხვა ნახე ბუღალტერია რო გამოაქვეყნა რაც 64 მანქანაო და 87 ინდივიდუალური პირიო ქვეითიო რაღაცები რიცხვები რო გამოფინა რა ანუ ამდენიო რაღაც 60 და რაღაცა მანქანაო და 80 და რაღაცა ინდივიდუალური პირიო და ანუ აი ყველაზე ძლიერ ჯაშუს რუსეთი ალბათ არ დაძდევს ისე ამერიკელ ჯაშუს რომელიც მოსკოვში როგორც ამას რა რესურსი პროსტა ანუ ბინ ლადენს არ უთვალთვალებდა ალბათ მაგდენი ოპერატიული 83 მანქანა გას მე მანქანა 60 და რაღაცო ეგ ალბათ თლიანობაში 63 მანქანა საკარიკი ხო და ანუ ბიჭო უყურე ვის რა ჯანდაბად უნდა ან ყველაფერს თავი დაანებე 72 ნიღბი და 42 ავტომობილი აი ანი გვინ არის ანი რა ქვია რო დაძებნა სააკაშვილის ყოფილმა ადვოკატმა რო გაიქცა რომ ანუ მეო ეხა ისეთი მაგან მიზაზი თქვა ვის რაში აინტერესებს რაღაცა ბინის საკითხია გარეული და ვიღაცა უჩევის თაღლითობაზე და თქვა ჯიგრულად რა ეს არის შემჩნეულია ესე იგი აი ლარს რო დაიჭერს იქვე მაგრამ თაღლითობაზე გამახსენდა და ვებერი თაღლითების თემა ნახეთ ხაზარაძეს რომ მოუწია გადახდა $650,000 და გადაიხადა იმიტომ რომ სახელმწიფოსთან წააგო ეგ დავა მოუწია აღიარება და არა ერთ წამი სასამართლოს ხო არცნობს საბჭოთა სასამართლო გვაქვს არა პალბრიტაში წააგო საათ არბიტრაჟში მე რა
იქ წააგო და რასაც ხوارც იმას იქ წააგო ეგ არ ვიცოდი იქ უცხოჭი არ ვიცოდი აბა ძმა იქ გადაიხადა იქ რო არ გადაიხადა მაგის ბიზნეს რეპუტაციას წერტილი დაესმე გაუშტა ირაკლი ფარვლინიშვილი ივანიშვილი საქართველოს ამ ხრივ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ მივაწვეთ ბოლომდე, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები. შეხარგა რეჟიმი ბევრჯერ გამოჩნდა. უკვე ესეთი ძლევამოსილი როგორც აჩვენებს სიამოვნებაში არ არის. და მე მოეთაქვები ამ მოსაზრებას, რომ როდესაც ასეთი რეპრესიები უწევს რეჟიმს, რომელიც მის ასე ვთქვათ, მათ შორის საზოგადოებაში უფრო და უფრო ამცირებს. მაგრამ ბიჭო, ეს მათთვის ვერ ხდება ძლევამოსილების და სიძლიერის გამორჩენა მე ეს რა დაშინელება დავიგე. ზელენსკი გაცილებით უფრო ხსვილი თაღლითია, მაგრამ ამათ შორის და მიშაც ეგეთია. წაგების გასაღება მოგებათ რა. ყველაფერი კარგად არის, ხცემენ. ვაჯარიმებენ და მაინც ყველაფერი კარგად არის. ზელენსკი იცი რა არის მოგებად მე მგონი ვეღარ ასაღებს. კი, კაცო, ცოტა ხანში დედას უტირებს. თქვენ მოიცა. ნიუ-იორკ ტაიმსის დღევანდელი სტატია არ გინახავთ? აბა ის კი. უკრაინამ რო პოზიციები გაიმყარა და ეხლა რო არის დრო რო ამერიკამ დაუბრუნოს და ფინანსება, იმიტომ რომ საუკეთესო პოზიცია აქვს უკრაინას ვიდრე მთელი 2 წლის განმავლობაში ომში ხონია და რუსეთის ჯარი რო დაიღალა და უკარო იხევს. ნიუ-იორკ ტაიმსში ეწერა დღეს, ვაუ. ეს არის აკი აბარბაკაძეს დაფუძნების სტატია. არა, ვიღაცა ტიპია, რომელიც აშკარად ალბათ აკი აბარბაკაძეს ეკითხებოდა. ანუ რუსეთს არმია დაიღალა. აკი ხო რო ტანკები აღარ ყავს რუსებს. რაკეტებზე თქვა ბოდიში კაცო. ატაკამსები. აი, მობაზგებსები. ატაკამსები აღარ მუშაობს, იმიტომ რომ სადაზო. ის რო ბაზრობდა ტაბლიაშვილი. ატაკამსები. ტაბლიაშვილი სხვა წერ ცუდი ამბავი შეერთვა და აჯარიმეს ხუთი. რა გადაიტანს მაგას. ხო, ნახევრად დასვამი ტაბლიაშვილი დააჯარიმეს. ნახევრად დასვა. 5000 ლარით მოძრაობის არასწორი დაბლოკისთვის ოღონდ რუსთავზე მოხდა მაშინ. ანუ ჩვეულებრივ სახელმწიფო მოქმედებს შემდეგნაირად. კარგი თვალთვალის კამერები არის რა კამერები. ხედავენ ვინ არღვევს, ასევე აფიქსირებენ ამას პოლიციელები და მისდით ქვით არის ჯარიმის. ჩვეულებრივ აწყობილი სისტემა და ამათ რა უხარიათ, იცი რომ მოდიო გაუსაჩივროთო, მოდიო ანუ არ ვიცი, რითი ფიქრობენ. და იმ 5000 ლარს ვინ უხდის? იცი, deep state უხდის? თვითონ გადაიხდიან. გადაიხდის სტაბილიზებული და ითქვა გადამიხდია. უძლიერესი top twin თუ შეიძლება ერთ-ერთი მისი ინფორმაცია გავუშვით შეიძლება მისი ვიდეო. ეს გაღიმებული ბავშვები და ვფიქრობდი რომ გადავტეხეთ რა. ანუ ამ ბავშვებმა გადატეხეს აი სიმღერით ცეკვით, აი შეხედეთ ჯავახიშვილს რა. შეხედეთ ნებისმიერ მათგან სიმღერით ცეკვით გადიან და ვერქნან მანიაკობის ზუსტად აი რაღაცას ბიძი რაღაცასში აცთა რა ეს კაცი ანუ ბიძინა ამ პროცესებს ვეღარ უგებს როგორ ხდება გადატეხა დანუკა გადატეხა ბიძი ბაზარი არაა ჩემოდაო ეს არის ძლიერი ნელაიჟი იდიოტად რა თქმა უნდა ჩავთვალოთ მაგრამ არის ცუდი პაჯი გაწერი და იცი რა მაინტერესებს იცი რატო იჭერენ მე ამათ ამის პაჯი გაწეროთ მაგრამ ამას უნდა დაუჯეროს მაგრამ არ ვიცი ვინც უჯერებს ისე ამას ვინც უჯერებს კი ღირსი რომ ბიჭო მე იცი როგორ რაღაც მაინტერესებს ამათ უნდათ ალტერნატიული რეალობა რო შექმნან რომ აი ამ ალტერნატიულ რეალობაში მაგალითად ჩვენ როგორც იმას ქონდა რა თემურ ალასანის რომ ალტერნატიული სენატი ალტერნატიული პარლამენტი აუ ჩვენ არ ვცნობთ ამას და ასე შემდეგ სასამართლო არ გვაქვს არალეგიტიმურია პარლამენტი ასე აი რო დაიჯერონ მაგალითად ციხეში ვისაც ჩასვავენ რომ არზის ციხეში აი და მაგალითად მეგობრებო მე თუ შეიძლება როგორც იქნა მიგვიხდნენ და პიტეკანთროპმა ლევან ხაბეშვილმა უკვე გადალახა პიტეკანთროპობის სტადია ჰომო საპიენსი გახდა და ძალიან სერიოზული და ვერაგული გეგმა დადო გაუშვი თუ შეიძლება წელში გამართული შეხედა კაც ვერ მოერევა კაცო ეხა 2000-3000 გედედესთან ამჟამად გამორიცხულია თუ ამას არ ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ ან არ გამოგვდის ხო მაშინ არის კიდევ ერთი შესაძლებლობა რომ უარი თქვას ყველამ გადასახადების გადავთანხმდე მათ შორის ბიზნესმა წარმოიდგინეთ ელექტროენერგიის ის არ გადავიხადოთ რავი ჩააქრონ ელექტროენერგია რავი ჩააქრონ სულ დაბნელებას ერწუთით სულ ქვეყანას დაბნელებას და დახურვას ერთი კვირა პირობითად ვამბობ ერთი კვირა ეს მდგომარეობა ვერ გასტანს გამორიცხული ამბავია აუ დავაი გააკეთეთ გეხვეწებს რა ვინ ჩაგვიქრეთ ჩუქიო და თვითონ არა მოსახლეობა მაგ დაიხადოს ფული უყურე ხო და ეხლა ეს არა და აქციაზე ვინც დადის 1000 კაცი აი 1000 ცოტა ფართო თვალსაჩინო გამოიჩინეთ რა შუქი გამოგვირთეთო ვერ გავიგე ანუ ფართო თვალსაჩინო გამოიჩინეთ შეუღება რომ შუქი დაბნელდი თუ არა პრობლემა ხო ბიჭო არა 1000 კაცი შუქის გარე არა 1000 არა 100000 ხაბე გაეცნო ჰენრი დევიდ თოროს სამოქალაქო გაუმორჩილებლობის ტრაქტატს
თუ გზას კანდის არა Walden-ი და civil disobedience-ი წაიკითხა რა თოროს Walden-ი და civil disobedience გაეცნო და Biden და აღმოაჩინა რომ თოროს იდეების მიხედვით ყველაზე ფუნქციური და მნიშვნელოვანი და უმორჩილებელი სახელმწიფოსადმი არის, როდესაც არ გადაიხდი გადასახადს, პროსა ეს რო ხდება ამერიკაში და ეს რო არის გასული საუკუნე. იქაც რა პრობლემაა? ეს სხვა რამეს ამბობს. განა შენი გადასახადი კი არა. შენ ეხუმრები ხაბეს მიერ ინტერპრეტირებულ თოროს? არა, ის სხვა თემაა, გადასახადი იქ მართლა ყველა ჰიტლერის მიერ ინტერპრეტირებული ნიცშე და ხაბეს მიერ ინტერპრეტირებული თოროს. ამერიკაში გადასახადი ფულს იღებ თლიანად და შენ უნდა გადაიხადო. და აქ რო ხელფასგირი ცხავენ, ფლობელი და დამსაქმებელი ხდის. ორი აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა, მაგრამ მაგი ამაზე კი არ იძახი, შენი გადასახადებიო. დენიო არ გადაიხადო ქვითაი რომ მოვიდა ჩაგიჭრან მაგის დედაცვათი გასწრაფდა ბიზნესმას არ გადაიხადოს აი ქარხანა როგორ პატარა ცეხი გაზი გინდა ეს გინდა ან რესტორანი უნდა ჩააქრო რა თუ ზამთარში ხო არსებობდა ეგ მოწოდება რომ რუსული გაზი არ მოიხმაროთ ანუ 5 წუთით არ გამოვიდა არავინ ეგრეთ წოდებულ ზაბასტოვკაზე და ვაფშე ვინ ანუ აი იდიოტები არიან კი ბატონო გაუშვათ გახარია გამაგარია არ გაუშვათ და რამეს ისეც თუ ამბობს რომ უნდა გაგრძელდეს კრისტობა კიდევ კარგი არ გინდა ნაკაკაოდოშვილი გაუშვათ ნაკაკაოდოშვილი ამჯობინე გახარიას უკვე მაგარია გაუშვით არ ვიცი მე კიდევ ერთხელ მიმართავ კულტურის ministrs რომ ჩვენ რეჟიმის ტონით კი არ გვესაუბროს პირიქით შემოგვიერთდეს და რაღაცნაირად გვერდში დაგვიდგეს რატო ანუ სიახლეა სერიოზული განცხადება იყო შენ დოის გასტროლებში ხო არ უნდა რომ წავიდეს გორში იყო ძალიან ბევრი ხალხი კი ანშტაგი იყო მეცნობები იქნება მიღებული და გაიქცა გადადგესო გაიქცა არა ანუ ყურე არ გადადგესო მაგრამ ახოდო ჩვენ გვერდით იყოსო რა კაია ანუ ირაკლი ტაბლიაშვილი მეგობრებო ყველა ოლსტარი ჩამოგვიტოვა დაიძახე მოლაპარაკებას დავიწყებთ ჩვენ რომ გადავჭეთ უნდა ავყვეთ ძირითად დინებებს. ეს ახლა არის სოფლიოში, ანუ იზოლირებულნი კი არ უნდა ვიყო. ანუ ამაზე და ასე უნდა თქვა, ფერხულში უნდა ჩავებათ. მაგალითად, ამაში აი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს, ჩვენ გვინდა წლის ბოლომდე შევქმნათ მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ყველა ზრდასრული მამაკაცი ომის შემთხვევაში ბრძოლისათვის მოწოდებული. გააჩერეთ. ამას ერთ დალევ არ გაგისწრებია. ისე მართლა კი. მეორე სიტყვაში საცემი. გამოცდილება იწოდა რა ეგრევე დათხრება ორჭიქაში დადები. მაშინ ეგრევე საცემი. გამოცდილება იწოდა. არა, ამაზე ხელი დახმარ შეიძლება. არა, ეს ჯერ შენთან ერთად როსოს ვერც გაბედავს რომ ამე ისეთი თქواس რომ შენ არ მოგეწონოს ვინც არ უნდა ეჯდეს გვერდით ვარა ბიჭო გამოცდილება იქნება და ტოპ წარმოიდგინე ანუ ეს ისე რა თრეშია კამერის კამერის გარეშე ეს ღვინით გალეშილი არაცმაო მეგობრებო სხვა კალიბრი იქნება სხვა ლიგა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ახსენა და მასკმა რა დაუწერა ხო იცი გამახსენე SpaceX კი არა Starlink რო გავთიშო ხო პატარა კაცი ხო და პატარა კაცი ხარ პატარა small man პატარა კაცო შენი დედაცვატიო არ გავთიშაო არასოდეს მაგრამ შენ რასაც ვიხდი მიზერიაო ანუ ვითომ პოლონეთი ხო უხდი Starlink-ის ფულს და ნუ ამა თქვა რომ ეს მიზერიაო არასოდეს არ გაუთიშაო შენ გო გაუშვით აბა შენ გო გვაქვს პოლიტიკური პარტიები მართლა ვერ ხელმძღვანელობენ ამ პროცესს, იმიტომ რომ რეალური პრობლემა აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ის პრობლემა არ არის რაღაცნაირად ქართული ოცნების თავსმოხვეული ან პროპაგანდის მიერ განერგილი. რეალური პრობლემა აქვს პოლიტიკურ პარტიებს ნდობის მხარდაჭერის მაგალითად ანუ ერთია შენ არჩევნებზე რომ ადამიანი მოდის და ხმას გაძლევს, მეორეა იმდენად გალვანიზებული რომ ყავს შენი მხარდამჭერები რომ შენ როდესაც აქციაზე გადიხარ იგრძნობა და შენი მხარდამჭერები მოდიან და შემდეგ ხო რეალურად დგას ეს პრობლემა. ამას გალვანიზაციის რა ხარისხია გამის პარტიას გაგალვანიზებული არის მაგრამ პარტიას რა ქვია? ფედერალისტი. აი საერთოდ და ბერძენიშვილი, მოდა ბერძენიშვილი დავასრულოთ მეგობრებო ჩვენ დღევანდელი. რომელი ბერძენიშვილი? აი დავით ბერძენიშვილი. მოდა ვერ მეთქი უფრო ბანძი ბერძენიშვილი. მათუ დავითიშვილი. დავით ყველაზე ბანძი ბერძენიშვილი. ბევრი ბერძენიშვილი. ლევანი ძმა დავითი. ბევრი მონა ანუ მიხვდი უნდა დააკონკრეტო. არა, უფრო ბანძი ბერძენიშვილი. დავითი რომელიც ამბობს რომ მე გავიზარდე ანუ მე ვსუნთქავდი ნატოს აერს. აი გავუშვით. იმიტომ რომ ბათუმთან ახლოს იყო ნატოს შარი. დავით ჩვენ ყოველთვის ვარ დამოკიდებული მთელი პოსტსაბჭოთა საქართველოს
რეალობა ასეთია, ეს ანაბანა საქართველოს ხელისუფლება იცვლება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ქართველი ხალხი ცნება დადასტურებულია დასავლეთის მიერ. კაი გერას ამბობს. ქართველი ხალხის ნებაა და მაშინ იცვლება ეს თქვას. აქ გაჩერდი. პოლიტიკოსი ხარ, რაღაცა ხო გქვია, არა იმან უნდა დაგიდასტუროს, ხტები, შენ ნება რომ გამოხატე, იმან უნდა დაგიდასტუროს სადღაც რომ იმან თუ არ დაგიდასტურა შენი ქვეყნის მოქალაქის ნება. ელემენტარული ნება აღარა, აი მოდა. უხერხულია ხალხი. და იცი რომ მართლა გონია. მოდა. ბონას მემეძახის ბიჭო. ანუ ქართულმა ხალხმა რომ გამოხატა ნება, ეგ არ არისო საკმარისიო. უნდა დადასტურდეს სად? დასავლეთი. ორბანმა დაგვიდასტურა, არ არის დასავლეთი. თუ ტრამპიც ახლა ამ ჯგუაზეა, მაშინ ავქნათ. ჯوار დასავლეთის დემარკაციასაც ხო ესენი ახდენენ. ხო, ვინ არის დასავლეთი? ეგენი გვეუბნებიან, ჩვენ ხო არ ვიცი. რათო და ლევან ბერძენიშვილებმა უნდა გადაწყვეტონ კაი დასავლეთი რომელი. ცოტა ხანში იცი რომ ტრამპი შეიძლება აღარ იყოს დასავლეთი. კი რა თქმა უნდა. თუ უკვე არა ვარ. ბიჭო, დასავლეთი არის მაგალითად ლაპარაკობენ პირდაპირ ღიად და ყოველგვარი მორიდების გარეშე არა გეოგრაფიულ ერთეულზე ლაპარაკობ და თუ ლაპარაკობ დასავლეთზე როგორც იდეოლოგიაზე და იდეაზე, ეხლა დასავლეთი და არის სირიაში მაგალითად. კი. აღორძინდა. დიდი მადლობა მეგობრებო, ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის გენაცვლება. აბა ხვალამდე.